მოგესალმებით გოგონებო, აბა როგორ ხართ? მოდი დღეს ჩავწეროთ რაიდერზე, გაშლა გავაკეთოთ რაიდერის კარტით ორ ვარიანტზე. მოდი გავაკეთოთ გაშლა ურთიერთობის პერსპექტივა ჩაფიქრებულ ადამიანთან. როგორი ურთიერთობის პერსპექტივა გელოდებათ ჩაფიქრებულ ადამიანთან? გავაკეთოთ ორ ვარიანტზე გაშლა. დავიწყოთ გოგონებო. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. ჩაიფიქრეთ გოგონებო, პირველი იქნება ეს, მეორე ეს. ჩაიფიქრეთ გოგონებო. მე მგონი საკმარისია, დავიწყოთ პირველი ვარიანტით. როგორი პერსპექტივა გელოდებათ ჩაფიქრებულ ადამიანთან? პერსპექტივაში გოგონებო ამ ადამიანს ჰქონდა დაოჯახების სურვილი თქვენთან, თუმცა გაიგო რაღაცა და არის ძალიან გულნატკენი. შესაძლებელია გაიგო ღალატის შესახებ, შესაძლებელია ისეთი რამ გაიგო, რამაც ძალიან ატკინა გული. ეხლა ცდილობს ამ სიტუაციის გარკვევას, მაგრამ ამასაც არ ჩქარობს. ადამიანს უნდა შეხვედრა პერსპექტივაში, აქვს გრძნობები თქვენ მიმართ, თუმცა იგი ირჩევს სხვა გზას. რატომ აკეთებს ამას აბა? რა პერსპექტივაში ადამიანს უნდა ურთიერთობიდან გაპარვა და ასევე უნდა შეხვედრა და ახალი დასაწყისი. აბა კიდევ რა პერსპექტივაში აქ ადამიანს გონია რომ თუ თვითონ გადაწყვიტავს, ყველაფერი შეუძლია. უნდა იმოქმედოს თქვენი მიმართებით, უნდა რაღაცა მოქმედება განახორციელოს, თუმცა არ იცის როგორ, არის სტაგნაციურ სიტუაციაში და არაფერს არ აკეთებს ამისთვის. კიდევ რა პერსპექტივა გაქვთ ამ ადამიანთან? ეს ადამიანი ჯერჯერობით არაფერში არ არის გარკვეული, რადგან ჩიხშია, საით წავიდეს და რით დაიწყოს თქვენთან ურთიერთობა არ იცის. უნდა მოქმედება, მაგრამ თითქოს ხელფეხშეკრულია და ვერაფერს ვერ აკეთებს ამისთვის და აქვს ძალიან გაურკვევლობა თავის თავში. კიდევ რა პერსპექტივა გაქვთ მასთან? ადამიანს აქ ძალიან დიდი კონფლიქტები აქვს თქვენთან, შესაძლოა ნაჩხუბრები იყოთ და უნდა ამის ყველაფრის გარკვევა. კიდევ ადამიანი ფიქრობს, ბევრი რამ დარჩა მას თქვენთვის სათქმელი, არ ძინავს ხამეები, აქვს კოშმარი, კოშმარები ესიზმრება. რა პერსპექტივა გაქვთ კიდევ? მას უნდა რომ და მას ძალიან აქვს ნებები თქვენს მიმართ და მიაჩნიხართ ძალიან ლამაზ დამოუკიდებელ ქალბატონად და პერსპექტივაში როგორც გითხარით და თავიდან ჩანდა, მას აქვს სურვილი ოჯახის შექმნის, მაგრამ აქ იგი არის გაურკვეველ რაღაცის გამო, არის გაურკვეველ სიტუაციაში. კიდევ რა აქვს პერსპექტივაში მას, რა აქვს პერსპექტივაში? იგი მას აქვს, როგორც გითხარით, ფიზიკური ხასიათის სახის ვნებები და მოჯაჭულია თქვენთან რაღაცით, არ ვიცი ეკონომიურად, არ ვიცი რაღაცით ფიზიკური სახით არის მოჯაჭული, მაგრამ მაინც უარს ამბობს იგი თქვენს გრძნობებზე, გაბრუნებულია და მიდის. რამ გააბრაზა ეს ადამიანი, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი აბა? აქ მოხდა უცებ მოულოდნელად მეხის გავარდნასავით დასრულება ურთიერთობის, რის შემდეგ და მოხდა ახალ ადამიანთან შეხვედრა. მას შეხვდა ვიღაცა სხვა, რომელიც თითქოს ერთი მხარეა მასზე გამარჯვებული მეორეზე, ასეთი
აქვთ ერთმანეთის ინტერესი და არის როგორ გითხრათ, აი ერთმანეთს უცვლიან ემოციებს, ერთმანეთის კარგად ესმით, თითქოს ვისაც შეხვდა და ინტერესი აქვთ ერთმანეთის, აი რომ გაიცნონ ჯერ გონებრივი თვალსაზრისით ბოლომდე ერთმანეთი. აი ასეთი რამ ჩანს ურთიერთობის პერსპექტივაში. თქვენთან რა ექნება მას ურთიერთობის პერსპექტივაში თქვენთან ერთად? იგი იცავს ჯერჯერობით თავს ამ სიყვარულისგან და არ უნდა ისევ დაბრუნება, არის ძალიან ამაყი და თავის ნებაზე უნდა ყველაფერი. და ჯერ ილუზიები აქვს, რამე ჩამოყალიბებული ამ ადამიანს პერსპექტივაში არ აქვს. არის ოცნებებში, უნდა ნაბიჯის გადმოთქმა, მაგრამ ჯერჯერობით არ აპირებს და ვერ გადაუწყვეტია როგორ გადმოდგას ნაბიჯი. ეს იყო გოგონებო პირველი ვარიანტი. თუ რეზონირდა, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი. გადავიდეთ მეორეზე. გადავიდეთ. მეორეებისთვის ურთიერთობის პერსპექტივა. აქ მომავალში გეგმავს ადამიანი რომ დაბრუნდეს და პერსპექტივაში ჯერ არაფერს არ შვება ამისთვის და არის ორ სიტუაციაში და მოლოდინის რეჟიმში. რა აქვს პერსპექტივაში ამ ადამიანს? ჯერჯერობით იცავს თავს და არ უნდა ისევ თავიდან წამოწყება რამის, თუმცა ფიქრობს, რომ გქონდეს ახალი დასაწყისი, მაგრამ შესაძლებელია ახალი დასაწყისი სურდეს სულ სხვა ადამიანთან. აბა ვნახოთ ურთიერთობის პერსპექტივა. დიახ, აქ ადამიანი არის მარტო, შესაძლებელია იყოს განშორებული სიტუაცია და ადამიანი ყველაფრის გარკვევას ცდილობს, აქვს ინტერესი რომ გაარკვიოს ყველაფერი. შესაძლებელია ამ განშორების შესახებ სურდეს მას ყველაფრის გარკვევა. ეხლა არის მარტო, არის გაციებული ყველანაირად, მას გრძნობები საერთოდ არ გააჩნია. აბა რას გადაწყვიტავს თქვენ მიმართ, ანუ რა პერსპექტივა უნდა თქვენს მიმართ? ჯერჯერობით თვალება ხვეულია, გარკვევით გაპარულია ურთიერთობიდან, ქურდივით, შესაძლებელია ზურგს უკან ჰქონდეს რამეს რახვები და პერსპექტივაში იგი ჯერჯერობით არაფერს არ აპირებს, ძალიან გავს პირველ ვარიანტს. აი ზუსტად, მას ისევ ერთ და იგივე შეიძლება ერთნაირი ადამიანები უყურებდეთ ისევ მეორე ვარიანტს. აქაც იგივე ამოვიდა, აქ შესაძლებელია იყო ოჯახი, მაგრამ იგი მიდის ამ სიტუაციიდან, ამ ოჯახიდან მიდის, რადგან აქ არის დიდი გულის ტკენა და რაოდენ ცუდი სათქმელი იყოს, აქ მოხდა ხალატი და ადამიანმა გაცურა სხვა ნაპირისკენ. გოგოებო, პერსპექტივაში კიდევ ვკითხოთ, აბა რა იქნება პერსპექტივაში? ამ ადამიანს დარჩა უთქმელი ის, რომ შემორჩა კიდევ პატივისცემა თქვენ მიმართ, იცის რომ ხართ ძალიან ისეთი ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, არის ძალიან ჭკვიანი, ამას თქვენთან არ ამბობს, თუმცა გამოჩნდა ისეთი ადამიანი, მესამე პირი, რის გამოც ეს ადამიანი გაბრუნდა თქვენი გრძნობებიდან, უარს ამბობს თქვენ გრძნობებზე და მიდის სულ სხვა ნაპირისკენ. აბა სამომავლოდ რა იქნება? სამომავლოდ პერსპექტივა არ იქნება რამე, ანუ ამ ადამიანთან რა იქნება საბოლოო პერსპექტივა, აბა თუ გაუნათდება გონება? არა, ჯერჯერობით არ ჩანს გოგოებო, ჩიხშია, თუ
თუმცა შესაძლებელია ეს ადამიანი მოbrunდეს, მაგრამ ამას სჭირდება დრო. ჯერჯერობით შეიძლება კარმული სიტუაცია იყოს და მოbrunდეს ისევ, თუმცა ჯერჯერობით ჩიხშია, ვერაფერს ვერ ხედავ, ჩიხში შესული სიტუაციაა და თვითონ კიდევ აქეთ ნაბიჯის გადმოდმას არ აპირებს. თავისი სიამაყის გამო და თავისი ისეთი პიროვნება ჩანს ამოგივიდათ, რომ ძალიან თითქოს მოძალადე, სულიერ დონეზე რომ არის ადამიანი მოძალადე. აი ასეთი, თვითონ თავისი ნათქვამი რომ უნდა და თვითონ თავისი ნათქვამით რომ აკეთებს ყველაფერს და მეორე პარტნიორს არ აძლევს იმის უფლებას, რომ რამე არჩევანი გააკეთოს. ჯერჯერობით პერსპექტივაში სამომავლოდ დადებითი არაფერი არ ჩანს, გოგონებო, რაოდენ სამწუხარო არ იყოს. თუ რეზონირდა გოგოებო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, დიდ მადლობას გიხდით. აბა დროებით.